ვაგრძელებთ გადაცემას მასშტაბური შეკრება სასტუმრო რედისონში საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის ინიციატივით და ორგანიზებით მორიგი შეხვედრა შედგა ბიზნესმენებსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შორის. შეხვედრაზე ქართული მსხვილი ბიზნესი თითქმის სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებთან ერთად განიხილეს ისეთი აქტუალური თემები, როგორც საგადასახადო პოლიტიკა და შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებია. ბიზნეს წრეებმა მიიღეს დაპირება, რომ ცალკეულ საკითხების გადაწყვეტა სწორედ მათი უშუალო მონაწილეობით მოხდება. დღევანდელი შეხვედრის მიზანი არის, რომ ვისაუბროთ საქართველოს მომავალზე, ეკონომიკური განვითარების მომავალზე, ასევე ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომლებიც დღეს ბიზნესს გააჩნია, ვისაუბროთ, როგორ შეიძლება ეს პრობლემები დავძლიოთ ერთობლივად, ასევე დავინახოთ თუ ქვეყნის განვითარებაში რა არის საჭირო ბიზნესის მხრიდან, რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს დიალოგი ჩვენი აზრით, იმიტომ არსებობს ძალიან ბევრი კითხვები, ძალიან ბევრი პრობლემები, ძალიან ბევრი თემები, რომლებსაც აუცილებელია რომ პასუხი გაეცეს. ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვანია ბიზნესის პრობლემების მოსმენა, მათთან თანამშრომლობა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ მხოლოდ თანამშრომლობით, მხოლოდ პრობლემების გაზიარებით და გადაწყვეტილ გზების ერთობლივად მოძებნით შეგვიძლია მართლაც ღირსეული საქართველოს ავაში. ჩვენ შევპირდით ბიზნესმენებს, რომ არც ერთ ცვლილებას ჩვენ არ შევიტანოთ საგადასახადო კოდექსში, მათთან კონსულტაციების გარეშე ჩვენ ვასრულებთ ჩვენ სიტყვას. ინტერესი ძალიან დიდია. ჩვენ თუ შიგნით მოვაწესრიგებთ კანონმდებლობას ანტიმონოპოლიურს, ისეთს რომ დაუშვათ არ კონდეს არც ერთ კომპანიას მნიშვნელოვანი კონტროლი და მონოპოლისტური ძალაუფლება ბაზარზე, ვფიქრობთ, რომ არანაირი საფრთხეს არ შეიცის. ეს ინტერესი გადავა თუ არა ინვესტიციაში, მაგას მომავალი გვანახავს. და ვაგრძელებთ ამ თემას. ბიზნესმენთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ირინე კვახაძეა დღეს ჩვენი სტუმარი. ირინა, მოგესალმებით პირველ რიგში. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდი დავიწყოთ ცოტა ისეთი რიტორიკული შეკითხვით. შედგა თუ არა დიალოგი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის? მოგესალმებით, დიდი მადლობა ეთერში მოწვევისთვის. მადლობა თქვენი მოგზაურობისთვის. მინდა ვთქვა, რომ დიალოგი ნამდვილად შედგა ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის. დღეს, როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, სასტუმრო რედისონში გაიმართა შეხვედრა ეკონომიკის მინისტრს, ფინანსთა მინისტრს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შორის. ისინი შეხვდნენ ბიზნესს და ამ შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, რომ მთავრობას ეკონომიკურ გუნდს მოესმინა ის საკითხები, რაც დღეს აქტუალური არის ბიზნესისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი არის მსგავსი შეხვედრები, ძალიან მნიშვნელოვანი არის იმ თვალსაზრისით, რომ ეს საშუალებას აძლევს. მსგავსი შეხვედრები ადრეც ტარდებოდა, მაგრამ რა გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ეს არ იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის? იცით რა არის გარანტიებზე საუბარი, საერთოდ ზოგადად ძნელია გარანტიას, მაგრამ ეს შეხვედრა მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ არის შედეგი იმ სამუშაო შეხვედრებისა, რომელსაც ბიზნეს ასოციაცია ატარებდა ამ სამინისტროებთან მანამდე, ვიდრე ეს შეხვედრა იქნებოდა. ანუ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საკმაოდ აქტიურად და ხშირად თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ეკონომიკურ თემებზე. შესაბამისად, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არ იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის, თუნდაც იმის გამო, რომ გვაქვს გარკვეული შედეგები, არის საკითხები, რომლებსაც მუშაობთ, მიმდინარეობს მუშაობა. ხოლო ეს შეხვედრა კი იყო გარკვეულწილად შეჯამება რიგი საკითხებისა და საშუალება იმისა, რომ რიგი საკითხები დაეყენებინათ ბიზნესს. ბიზნესს მოესმინა თავის აზრი, მათი არგუმენტები ამ თუ იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, ხოლო მთავრობას კი ჰქონდა საშუალება, რომ სწორედ იმ ადამიანებისგან მოესმინა პრობლემები, საკითხები თუ აზრი, რომლებიც უშუალოდ აწარმოებენ ბიზნესს. რა საკითხები დააყენა, მაშინ გკითხავთ ამას ბიზნესმენების მხრიდან ყველაზე ისეთი მოდით დავიწყოთ პრობლემატური თემებით. დადებითზე, რა თქმა უნდა, დადებითზეც ვისაუბროთ, მაგრამ ჯობია პრობლემებით დავიწყოთ. რა საკითხები დააყენა ბიზნესმა მინისტრების წინაშე და რა პასუხი მიიღო? პასუხები ნაწილობრივ უკვე მოვისმინეთ, მაგრამ პირველი საკითხი, რომელიც თქვენსაც ცნობილია ალბათ, ეს არის ყველაზე აქტუალური ბიზნესისთვის, ეს არის შრომის კანონმდებლობის პროექტი, რომელიც ახლა განიხილება და ყველა ამ თემაზე საუბრობს. ბიზნესმა დააყენა ეს საკითხი და განსაკუთრებით გამოყო 4 ძირითადი პუნქტი, რომელიც არის პრინციპული ბიზნესისთვის. შრომის კანონმდებლობა ახალი პროექტი ითვალისწინებს უვადო კონტრაქტების არსებობას, გარდა ამისა ითვალისწინებს
კოლექტიური ხელშეკრულებების დადებას პროფესიული კავშირების მეშვეობით, ასევე საუბარი არის სამი თვის შრომითი ურთიერთობების შემდეგ წერილობითი ხელშეკრულების გაფორმებაზე, ანუ აქამდე ბიზნესს ჰქონდა საშუალება, რომ ზეპირი ხელშეკრულებაც ეწარმოებინა დაქირავებულთან. რატომ არის ახლა ეს საკითხები პრობლემური? ამას შევეცდები რომ ავხსნა. უვადო კონტრაქტების არსებობის სიკეთეები ჩვენთვის არის ძალიან ბუნდოვანი, ხოლო უარყოფითი შედეგები, რასაც ის მოიტანს, არის ძალიან ცხადი. პირველ რიგში უვადო კონტრაქტი ამცირებს დასაქმებას რეალურად, იმიტომ რომ ის გარანტიას უქმნის უკვე დასაქმებულ. თუმცა იქ გარკვეული ისინი ჩადებულია, ახლა უვადო რა შემთხვევაში უნდა დაიდოს ახლა. ის ჩადებული არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი სამუშაოს შესრულება მოითხოვს გარკვეულ კონკრეტულ პერიოდს. ან ეს სამუშაო არის სეზონური. თუმცა თუ კი ეს არის რუტინული სამუშაო კადრი, რომლის არსებობაც კომპანიას სჭირდება წლების განმავლობაში, ამ შემთხვევაში უნდა გაფორმდეს უვადო კონტრაქტი. უვადო კონტრაქტის არსებობა თავიდან ზღუდავს დასაქმების შესაძლებლობას, განსაკუთრებით გაურთულდებათ და სამუშაოს შოვნა ახალგაზრდებს, რადგან კომპანიები ძალიან დიდი სიფრთხილით მოეკიდებიან ახალი კადრის აყვანას, იმიტომ რომ მათთვის ეს არის უკვე მუდმივი ვალდებულება. გარდა ამისა, ეს ძალიან ურთულებს საქმეს მცირე და საშუალო ბიზნესს, იმიტომ რომ იზრდება კანონთან შესაბამისობის ხარჯები. მათ თუ ადრე ძალიან მარტივად უწევდათ ამ შრომითი ურთიერთობების დარეგულირება, ჩვენ გასაგებია, რომ ამ შრომით კანონმდებლობას ხვეწავთ და გადავდივართ რაღაც ახალ ეტაპზე, მაგრამ ისეც არ უნდა დაიხვეწოს ეს ყველაფერი, რომ რეალურად საზიანო დაიხვეწოს ბრჭყალებში. ეს გასაგებია, ეს რა თქმა უნდა ძალიან ისეთი საკითხებია, რომელიც საკამათოა, მაგალითად არსებობს მეორე მხარე იგივე პროფკავშირები, რომლებიც თავის მხრივ აცხადებენ, რომ პირიქით არ ხდება, უფრო მეტადაც უნდა გამკაცრდეს რაღაცები, მაგრამ აი ამ საკითხის მომზადებას კურირებს და ამზადებს ზოგადად ამ ცვლილებებს იუსტიციის სამინისტრო. თქვენ რა პასუხი და რა პასუხი მიიღეთ ამ შემთხვევაში ეკონომიკის იგივე ფინანსთა მინისტრისგან ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით? კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი საკმაოდ ღია არიან. ისინი მათ ძალიან გულისყურით მოისმინეს თითოეული ეს პრობლემა და გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ გაიზიარეს ეს საფრთხეები, ანუ გაიზიარეს ბიზნესის სატკივარი და ეს რისკები. ისინი ხედავენ, რომ ეს რისკები რეალური არის და არ არის სუბიექტური მოსაზრება, თქვათ, ბიზნესისა. გასაგებია. რაც შეეხება კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი თემა, ეს არის საგადასახადო პოლიტიკა. რასაც ფინანსთა მინისტრმა გააკეთა განცხადება და ძალიან მნიშვნელოვანია თავად ბიზნესისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ საგადასახადო პოლიტიკა ადმინისტრირება ეს არის პირდაპირი, ასე ვთქვათ, როგორ განვითარდება ქვეყანაში ბიზნეს სექტორი, დამოკიდებულია ამაზე. აი ამ მიმართულებით როგორ მოხდება თავად ბიზნესმენების ჩართვა ამ პროცესში, რა მექანიზმი არსებობს იმისათვის? პირველ რიგში მართლაც რომ მივესალმებით იმას, რომ საგადასახადო კოდექსი იხვეწება და ფინანსთა სამინისტრო ამაზე მუშაობს. მათ წარმოადგენს გარკვეული ინიციატივები, ლიბერალიზაცია, სათანადო სამართლებრივი ბაზის. გაიმართა პრეზენტაციები ამ დღეს წარმოადგენს დიახ გარკვეული ცვლილებები, რის შეიტანსაც აპირებენ და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ფინანსთა მინისტრმა გააჟღერა ინიციატივა, რომ ის მიესალმება ბიზნესის ჩართვას ამ პროცესში. მნიშვნელოვანი არის რატომ? რომ რეალურად შემდეგ ბიზნესმა უნდა იმუშაოს ამ რეგულაციებით და მნიშვნელოვანი არის პრაქტიკიდან გამომდინარე პრაქტიკის გაგებას და გამოცდილების გაზიარებას და ამის საფუძველზე მიღება ოპტიმალური გადაწყვეტილების. მექანიზმი მრავალგვარი არის, არსებობს სამუშაო ჯგუფები, სადაც გარკვეული პერიოდულობის შემდეგ ხდება შენიშვნების კომენტარების მიწოდება ფინანსთა სამინისტროსთვის. ჩვენ ამ მექანიზმს საკმაოდ აქტიურად ვიყენებთ, ძალიან კარგად თანამშრომლობთ შემოსავლების სამსახურთან, ეს ხელმძღვანელთან. და ანუ მექანიზმები უკვე არსებობს. თავარია რომ არსებობს ნებაც რომ ბიზნესი ჩაერთოს ამ პროცესში და მათი აზრი მოისმინოს მთავრობამ. რამდენად მე წაღან შემთხვევით არ დაგისვით ეს კითხვა შეხვედრა ხომ არ იყო შეხვედრისთვის, იმიტომ ჩვენ გვაქვს პრაქტიკა, რომ ძალიან ბევრი შეხვედრები იმართებოდა წარსულში. და კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, დღესდღეობით რამდენად მოქმედებს გარკვეული შერჩევითობის პრინციპი, როდესაც იმართება ასეთი შეხვედრები. ანუ ბიზნესმენები შერჩევა, მე ამ კითხვას გისვავთ იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს მაგალითად ბიზნესმენების ნაწილი, მე
დავასახელე მაგალითად ცეზარ ჩოჩელი, რომელიც თანაც ასოცირდება გარკვეული კომპანიები იგივე ბანაკზე და ზენი მოხდა თუ არა ისინი ძალიან ხშირად აცხადებენ რომ ასეთ შეხვედრაზე მათ არ ეპატიჟებიან არ იწვევენ მოხდა თუ არა მათი მოწვევა თუ უბრალოდ ისინი არ მოდიან მე გიპასუხებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სახელით ანუ ეს შეხვედრა იყო ორგანიზებული საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიები ბარომბო არ გახლავს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი შესაბამისად ის უბრალოდ ამ შეხვედრაზე არ იყო იმ მიზეზით რომ ასოციაციის წევრი არ არის სხვა ორგანიზაციების და სხვა უწყებების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე მე სამწუხაროდ პასუხს ვერ გაგცემ არა ვარ კომპეტენტური რომ მათ ძალიან ხშირად ისმევა და ვრცელდება ინფორმაცია ასეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. და ბოლოს რას ელოდებით, რა იქნება, როგორ ფიქრობთ, რა შედეგი მოყვება ამ ყველაფერს, რა მოლოდინები გაქვთ აი ამ და როდის გაიმართება კიდევ ანალოგიურ თუ იგეგმება მომავალში, ხა ითქვა რომ ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის რომ გარკვეული დიალოგის რეჟიმი შენარჩუნდეს ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის. მართალს ვბრძანებთ, მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ დიალოგი არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით დღეს, როდესაც ქვეყნისთვის ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, დასაქმების კუთხით და ასე შემდეგ. დიალოგი მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მთავრობამ იცოდეს, რა პრიორიტეტები და რა პრობლემები აქვს ბიზნესს და ბიზნესმაც იცოდეს მთავრობის არგუმენტები ამა თუ იმ გადაწყვეტილებების არგუმენტი და შესაბამისად გადაწყვეტილებები იყოს ოპტიმალური. რას ველოდებით ახლა ამ შეხვედრიდან? შეხვედრიდან ველოდებით იმას, რომ დასმული საკითხები უკვე გადაინაცვლებს სამუშაო ფორმატში და ჩვენ ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ეს ნამდვილად გადავა სამუშაო ფორმატში. მადლობა მინდა გადაუხადოთ თითოეული უწყების ხელმძღვანელს ამ შეხვედრაზე დასწრებისთვის და ამ საკითხების განხილვისთვის. ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ეს საკითხი საბოლოო ჯამში გადაინაცვლებს უკვე აქტიურ სამუშაო ფორმატში. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა და გისურვებთ წარმატებებს. დიდი მადლობა თქვენც ეს. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ირინა კვახაძე.